მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ისეთ თემაზე უნდა ვიბაზროთ მთელ სპორტულ სამყაროს რო აკანკალებს. 2026 წელია და UFC-ში ისეთი ამბები ტრიალებს მგუნი პაბექში მყოფ ხალხს უფრო ნაკლები პრობლემა აქვს ვიდრე დანა ვაიტს ამ დღეებში. საუბანია ჩიმაევისა და შონ სტრიკლენდის დაპირისპირებაზე. აქ უკვე სპორტი აღარ არის ძმაო. აქ უკვე წავიდა სუფთა გარჩევები და ისეთი თემები ქუჩაში რო კაცს აგინებ. აი ეგეთი დონეა. Ariel Helvanim, აიმ ტიპმა ყველაფერში ცხვირს როყობს და ცეცხლზე ნავთს ასხამს, თქვა რომ UFC-ს ისტორიაში სულ 3 მომენტი იყო, როცა trash talk-მა, ანუ ერთმანეთის ლანძღვამ, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადააჭარბაო. პირველი Chael Sonnen და Anderson Silva იყო. მერე ხო იცით კონორა და ხაბიბა. იქ საერთოდ დედის ტრაკი დაატრიალეს, რელიგიას შეეხნენ, ოჯახებს, ერს, მოკლედ სისხლის აღებამდე მიიყვანეს საქმე. ხო და ახლა რა ხდება? Helvani ამბობს, მას მერე ასეთი საშიში სიტუაცია არ ყოფილაო. სტრიკლენდმა საერთოდ ათხოვდები დაიკიდა. ტიპს მუხრუჭები არ აქვს. როცა ხაბიბასა და კონორას ამბავი იყო, ხაბიბი მაინც რაღაცნაირად ითმენდა ოქტაგონამდე, მაგრამ ჩიმაევი ხამზატა ისეთი ტიპია, პირში რო რამეს ეტყვი, პრესკონფერენციაზე სკამს კი არ დაგარტყამს, შეიძლება იქვე დაგასაჩუქროთ სუვენირით. სტრიკლენდი კიდე ხო ითით ცოტა აფრენილია, მაგას გონია რომ ყველაფერი მოსულა, მაგრამ ძმაო, როცა ეხები რელიგიას, ეროვნებას და ვიღაც დიქტატორებს, ვინცთანაც ჩიმაევს თავისი თემები აქვს, იქ უკვე ხუმრობა მთავრდება. შონმა ბოლო 5 დღეში ისეთი რაღაცები ილაპარაკა, ჩვენთან უბანში მაგაზე კაც მინიმუმ პასუხს სთხოვდნენ და მაქსიმუმ თავად მიხვდით. ტიპმა პირდაპირ თქვა, თუ შენი ჩეჩენი ძმაკაცები სასტავით მომადგებიან, იარაღს ამოვიღებ და დავცხებო. ეს უკვე სპორტსმენის ბაზარი არაა, ეს უკვე ომის გამოცხადებაა შუამეგასში. აი, მე რო ვფიქრობდი ამაზე ვაშხმის დროს, ერთი რამე გამიელვა. ხალხს უკვე შაბათის ჩხუბი კი არ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე ცოცხალი თუ გადარჩება სტრიკლენდი. UFC-მ უკვე გააუქმა Paramount-ისთვის მომზადებელი ფოტოები და face-to-face გადაღებები. რატომ? იმიტომ რომ იციან ეს ორი ტიპი ერთ ოთახში რო შეუშვან, იქიდან ერთი ან საკაცეზე გამოვა, ან პირდაპირ პოლიციის გამყოფილებაში. დანა ვაიტი ახლა ალბათ დამატებით სპეცრაზმს ქირაობს, რომ სასტუმროს დერეფნებში ესენი ერთმანეთს არ გადაეყარონ. წარმოიდგენია ლიფტში რო შეხვდნენ შემთხვევით. იქ ოქტაგონი აღარ იქნება, იქ იქნება ნამდვილი საშინელება. სტრიკლენდი ხო იცით პირში ჩალაგებული არაფერი არ აქვს, ეუბნება თხებს მოყვარულო და რაღაც საზიზღროებებს. ჩიმაევი კიდე ისეთი კაცია, რომელსაც ეტყობა რომ შიგნით რაღაც უდუღს და ნებისმიერ წამში შეიძლება აფეთქდეს. ჩვენი აუდიტორიისთვის ხო იცით როგორაა, სიტყვას ფასი აქვს. შენ რო კაც რელიგიაზე და ოჯახზე შეეხებ, იქ ბოდიში ვხუმრობდი აღარ ჭრის. ამიტომაცაა ეს ჩხუბი ყველაზე მეტად დალოდინი 2026-ში. არა იმიტომ რომ ბინ უფრო კარგად ურტყამს, არამედ იმიტომ რომ ეს არის ორი სამყაროს შეჯახება. ერთი, ვისაც ყველაფერი ფეხზე ჰეკიდა, სტრიკლენდი და მეორე, ვისაც ყველაფერი პირადად იღებს, ჩიმაევი. მოკლედ ბიჭებო, მოემზადეთ. ეს თარხი აქ დავასრულოთ. წინა კვირა იქნება ისეთი, როგორიც კინოებშიც არ გინახავთ. დანა ვაიტის წნევა აუწია, სტრიკლენდი იარაღს სტენავს, სიტყვიერად მაინც, ჩიმაევი კიდე თვალებით ჭამს ყველას. ვნახოთ, ვინ ვისაჯობებს ამ ფსიქოლოგიურ ომში, თუ მანამდე არ დაიშალენ. ხო და ბიჭებო, გავაგრძელოთ ჩვენი გარჩევა. პირველ თაროზე ხომ თქვით, რომ სიტუაცია პიკზეა. მაგრამ ახლა მოდი იმაზე ვიბაზროთ, რა ხდება კულისებში. წარმოიდგინეთ UFC-ს სასტუმრო. ჩვეულებრივ მებრძოლები იქ დასეირნობენ, ინტერვიუებს აძლევენ, ფანებს ხვდებიან, მაგრამ ამ კვირას იქ ალბათ ისეთი დაცვა დგას, პრეზიდენტის კორტეჟი შეშურდება. რატომ? იმიტომ რომ დანა ვაიტმა იცის, თუ ჩიმაევი და სტრიკლენდი სადმე ლიფტთან ან საუზმეზე გადაეყარნენ ერთმანეთს, იქ სპორტული რეჟიმი კი არა, სუფთა ბოიარეზია დაიწყება. დანა სულელი არ არის, მაგას ფული აინტერესებს და ჩაშლილი ივენთი მისთვის კოშმარია. ხო და წარმოიდგინეთ, რა დონეზე არიან დაძაბულები, რომ ტიპებს ალბათ სხვადასხვა სართულებზეა ცხოვრებენ და კვების გრაფიკსაც კი ისე უწერენ, რომ ერთმანეთის სუნიც ვერ იგრძნონ. მაგრამ აი აქ ჩდება მთავარი კითხვა. რამდენ ხანს შეძლებენ ამ დამალობანას თამაშს? პრესკონფერენცია ხომ გარდაუვალია. იქ ხომ ერთ მაგიდასთან უნდა დასყდნენ. აი მანდ დაერხება ყველაფერს. შონ სტრიკლენდი ხომ ისეთი ტიპია, აი კლასში 1-8, სულ რომ ყველას აჯავრებს და სანამ თავში არ მოხდება, მანამდე რო არ ჩუმდება. ეგ ტიპი აპირებს, რომ პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანის წინაშე ხამზადას ისეთი რაღაცები უთხრას, რის გამოც ჩვეულებრივ ცხოვრებაში კაც ხვეყნიდან აძევებენ. შონი ამბობს, მე მართალს ვამბობო. ბიჭო, სიმართლე ერთია, მაგრამ კაცობა და ღირსება მეორე. როცა შენ ეუბნები ადამიანს, რომ შენი რელიგია ფეიკია, ან შენი მეგობრები ტერორისტები არიანო, იქ უკვე სპორტული ტრეშ-თუთი მთავრდება და იწყება პირადი შეურაცხყოფა. ჩიმაევი კიდე ხაბიბი არაა, ხალხო. ხაბიბს ჰქონდა ის საოცარი მოთმინების უნარი. იჯდა, უსმენდა კონორას და გულში ფიქრობდა, მოიცადე შაბათამდე, შენ სულს ამუხგდიო. ხამზატა უფრო იმპულსურია. იმას სახეზე აწერია, რომ თუ რამე ეწყვინა, იქ პოლიცია და დაცვა ვერაფერს გახდება.
თქვენ გონიათ, რატომა ეს ჩხუბი ყველაზე მეტად დალოდებული 2026-ში? იმიტომ კი არა, რომ რეიტინგში ვინ სად არის. იმიტომ რომ ყველა საინტერესებს, რამდენად შორს წავა სტრიკლენდი თავის თავხედობაში. ტიპმა თქვა, თუ ჩიმაევის სასტავი მომადგება, ეგრევე ტყვიას დავაჭედებო. ბიჭო, ვეგასში ხარ, UFC-ს მებრძოლი ხარ, რა ტყვია, რა იარაღი, მაგრამ აი ეს არის ზუსტად ის ქაოსი, რაც ხალხს იზიდავს. ამ დროს კი ხამზადა ჩუმადაა და ეს შიჩუმე უფრო საშიშია, ვიდრე შონის ყვირილი. როცა კაცი ჩუმადაა და მარტო ვარჯიშობს, თანაც ისეთ გარემოში, სადაც ყველა ეუბნება, რომ შენი ღირსება შეურაცხყვეს, ის ოქტაგონზე კი არა, ნადირობაზე გამოდის. მე პირადად მგონია, რომ UFC-ს უსაფრთხოების სამსახური ამ კვირას უფრო მეტ ივარჯიშებს, ვიდრე თვითონ მებრძოლები. და კიდევ ერთი მომენტი, ხალხი ამბობს, რომ სტრიკლენდი ამას მხოლოდ PR-ისთვის აკეთებსო. შეიძლება, მაგრამ PR-საც აქვს საზღვარი. როცა შენ ისეთ ხალხს ეთამაშები, ვისთვისაც სიტყვა სიკვდილ სიცოცხლის ტოლია, იქ PR-ი შეიძლება ტრაგედიით დასრულდეს. გახსოვთ მასვიდალ და კოვინგტონის ამბავი. ჩხუბის მერე ქუჩაში რო დაეწია და კბილები ჩაუცვივდა. აი აქაც ეგეთი სუნი ტრიალებს, ოღონდ უფრო მასშტაბურა. მოკლედ სასტავ, სიტუაცია ისეთია, რომ დანა ვაიტს ამბად ყოველ ღამე კოშმარები ესიზმრება, როგორ ხამზატამ უნგრევს სტრიკლენდს თავყვას პირდაპირ პრესკონფერენციის მაგიდაზე. ჩვენ კი რა დაგვჩენია? უნდა დაველოდოთ ხუთშაბათს. ეს იქნება დღე, როცა გავიგებთ, შედგება თუ არა საერთოდ ეს ბრძოლა, თუ ყველაფერი მანამდე დასრულდება ერთ დიდ არეულობაში. და კიდევ ერთი მომენტი, იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ამდენი ლანძღვის მერე ოქტაგონზე რო შევლენ, იქ უკვე სიტყვები აღარ ჭრის. იქ მხოლოდ სისხლი და ოთლია. სტრიკლენდი თუ იქაც ისეთივე მაგარი იქნება, როგორიც ენითაა, მაშინ საღოლ მაგას. მაგრამ თუ ჩიმაევმა დაიჭირა, ნუ მერე ალბათ შონს დიდი ხანი დასჭირდება სახის აღსადგენად. აი, მივედით ფინალამდეც ბიჭებო. ხო იცით როგორც ხდება ხოლმე. ბევრი ბაზარი, ბევრი ყვირილი, Facebook-ზე და Twitter-ზე კუნთების თამაში, მაგრამ ბოლოს მაინც იმ რკინის გალიაში უნდა შეხვიდე, სადაც შენს გარდა არავინაა. იქ არც დაცვა, არც დანა ვაიტი და არც იარაღი, რომლითაც სტრიკლენდი იმუქრებოდა. იქ ხარ შენ და შენი კაცობა. მოდით გულზე ხელი დავიდოთ. ამ ბრძოლას ყველა იმიტომ ველოდებით, რომ გვაინტერესებს პასუხს თუ აღებს შონი თავის სიტყვებზე. ჩვენს მენტალიტეტში ხო ეგრეა? თუ რამე სიტყვი, მერე იმის ტრაკიც უნდა გქონდეს, რომ ბოლომდე გაიტანო. სტრიკლენდმა ისეთი თამასა დაწია, რომ ახლა უკან დახევა მისთვის სიკვდილის ტოლფასია. თუ ჩიმაევმა პირველსავე რაუნდში გათელა და ხმა არ ამოაღებინა, შოუნი გახდება ყველაზე დიდი ბალაბოლი UFC-ს ისტორიაში. და იცით რა არის ყველაზე დიდი ღადაობა? ხალხი ამბობს, ხამზატა ბოლო ჩხუბში ცოტა მოიწყინაო. ბიჭო, მოიწყინა კი არა, ეთყობა ძალებს ზოგავდა ამ საგიჟეთისთვის. ჩიმაევი როცა გაბრაზებულია, ის მებრძოლი კი არა, ნამდვილი ნადირია. წარმოიდგინეთ, რა დაემართება სტრიკლენდს, როცა დაინახავს ხამზატას თვალებს, რომელიც ეუბნება, შენ ჩემს რელიგიას და ოჯახს შეეხე, ახლა კი შენი დრო მოვიდა. აი მანდ მიხვდება შოუნი, რომ თხემი ეშუმრობა არც ისე კარგი აზრი იყო. ჩვენი ხართველი მაყურებლისთვის ეს ყველაფერი ნაცნობია. ჩვენთანაც ეგრეა. შეგიძლია სპორტზე იკამათო, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო სწრაფი, მაგრამ როცა პიროვნულზე გადადიხარ, იქ სპორტი მთავრდება. ამიტომაც ვართ ამ ჩხუბზე ასე აჟიტირებულები. სტრიკლენდი ცდილობს ამერიკული შოუ დადგოს. ჩიმაევი კი კავკასიურ რეალობაში ცხოვრობს. ეს ორი სხვადასხვა პლანეტაა ძმაო და მათი შეჯახება ყოველთვის ნგრევით მთავრდება. ამბობენ UFC-ს უნდა რომ ხუთშაბათს რაღაც განსაკუთრებული მოხდესო. ხაიპისთვის. ბიჭო, განსაკუთრებული ის იქნება თუ პრესკონფერენცია სისხლის ღრუის გარეშე ჩაივლის. მე თუ მკითხავთ, დანა ვაიტის უკვე წნევის წამლები აქვს მომარაგებული. წარმოიდგინეთ სტრიკლენდი რო დაიწყებს თავის სულელურ ხუმრობებს და ჩიმაევი რო სკამიდან წამოხდება. მანდ დაცვა კი არა, 300 არაგველით ძლივს გააშველებს მაგათ. ბოლოს კი რა მინდა გითხრათ? რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჩხუბი ისტორიაში დარჩება. არა იმიტომ, რომ ვინმემ ლამაზი ნოკაუტი გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ აქ წყდება ერთი მარტივი რამ. აქვს თუ არა საზღვარი სიტყვებს. სტრიკლენდი ფიქრობს, რომ არა. ჩიმაევი ფიქრობს, რომ კი. შაბათს ღამით, ან ჩვენთან კვირადილით გავიგებთ, ვინ იყო მართალი. პირადად მე მგონია, რომ თუ ჩიმაევმა ემოციები მოთოკა და ცივი გონებით შევიდა, სტრიკლენდის ძალიან გაუჭირდება, მაგრამ თუ ჩიმაევმაც აურია და მარტო ცემაზე იფიქრა, შოუნმა შეიძლება თავისი ველოსიპედით აწვალოს. თუმცა, იმ ამბების მერე, რაც ამათმა ერთმანეთს ააკადრეს, მე ეჭვება იქ ტაქტიკური ბრძოლა ვიხილოთ. იქ იქნება ნამდვილი ომი, სადაც წესები აღარ არსებობს. მოკლედ სასტავ, იმედია ეს ტექსტები გამოგადგებათ. გავამზადოთ სასმელ საჭმელი, დავსხათ და ვუყუროთ როგორ წყდება კაცური ამბები დიდ ეკრანზე. 2026 წელი ჯერ მხოლოდ დაიწყო და უკვე ასეთი ცეხლია.